მოგიოს ალბათ ჩვენი განაცემის სტუმარი გიორგი უშიკიშვილი. გიორგი მაინც მეგონა რომ იმ მუსიკით დამხვდებოდით მე რომ მიყვარს. რომელი? ტანანანანანანა ტანანტარანა. აბა ერთი მიდი როგორ არის? ეს მაგარი მუსიკა არის. აი რაღაც მონგრეული მუსიკა. აი მაგარი მონდაღასნეირია. ხო. და თუ აუდიოშენელებული რიტმში თუ დაუკრავს საერთოდ აი. გოშლილი, აი ყველანაირ საფუძვლებს არის მაგ. რაღაცნაირია. ჰა? ხო, მაგრამ მელოდიური ხო არ დასამახსოვრებელი. ხო, არასამახსოვრებელი არის. კაცი რო ტელევიზორს უყურებ და ვერ დგები, ხო, იცი, ესეთი მუსიკა, რაც გობა რო გეზარება. აი რომელი ნელა უნდა წამაიშალო. ეგარი. რაღაც იცი რას გავს, აი რომელიღაცა ქვეყნის ფანოხს გავს, აი რაღაცა რა? არა, ფანოხს დაღდათ არა გავს, კაცო. ხო რაღაცა ეგეთი რიტმია თითქოს და რა? ფანოღია ეგა? არა. ცოტა აი რაღაცა ცოტა აი აი რაღაც ბუდოების ფანოღი. აღმოსავლურ ევროპა ფანოღური სიმღერა. და ფეზერა გეცინება, ხო ცოტა უღიმღაბო ხალხი რო არიან ეგეთი მაგათი სიმნია ეგ. უფრო ნელ რიტმში ხო არ გინდა მოусმინოთ. და არა, უფრო დაშინელება. ძალიან. აიდან იყო. ყველაფერს ერგება, შეგიძლიათ პანაშვიძე და რატო არა? იუმორისტულ გადაცემაში აბა დააჩქარა დაუკარეთ. აი ქორწილით შეიძლება მაგალითად. არა. აბა ჩქარა. დააჩქარა დაუკარეთ რა, აბა ნახე. დაასწრაფს რა, ჯაგა. აი. რაზე ვღადაობთ რა? მეტი რაღაც აღწევი. ესე იგი, გიორგი, დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემს გადაცემაში. თუმცა ამ მუსიკის კარგია და მარტო მოსვლა ამ გადაცემაში. კი, და ხო, და ვიცოდი ეს სიმღერა მოგწოდა მართლა ეს მუსიკა. და მაგიტომ არ დამახვედრე. კი, და არ დაგხერხე სხვა ბლოკზე არ არის. მიირთვით ჩვენი გამაგრებელი სასმელი. ესე იგი, არსი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ბატონი გიორგი არაჩვეულებრივი მომღერალი ხო არის, მაგრამ მას არაჩვეულებრივი იუმორის გზნობა აქვს. მინდა გითხრათ. არა, ხოდაშორის ხალხს პირიქით გონია, ყველა მეუბნება, ყველას გონია რომ მაგარი მუდო ვარ და ერთ-ერთი შენთან შეიძლება ხოლმე და ცოტა გავიხსნა რაღაც. ხო. ხოლოდ ქართულში ეხა ნუ ძირთად აღმოაჩინეს რომ უკეთ სიცილით გავხდი ძალიან პოპულარული რა. ხო, შენი სიცილის მიშრომია, მაგრამ სიცილმა მომიტანა უდიდესი. შენი ისკისი უფრო ისკისი. ხოდაშორის ვერავინ რაღაც თქვენს გქონდათ სკეჩი, ხოდაშორის ვასო იყო. ვერ აკეთებს, ხო დამირეკა რაღაცა ჩამაწერინა, ვერ აი თუ გააკეთა ვერაფერი. კი, მაგრამ სიცილი ძალიან პოპულარული ხარ, იმიტომ რომ გადამდები სიცილი გაქვს და ეს ძალიან კარგია. ეს კაია, გადამდები თუ მაგ კაია. მოდი, იცი რა არის, მოდი ორი სიტყვით ახლა არაჩვეულებრივი ფინალი იყო. მინდა მოგილოცოთ არაჩვეულებრივი რო ჩატარდა მხოლოდ ქართული. კი ბატონო. ეს ძალიან მისასალმებელი ამბავია, იმიტომ რომ მართლა ბევრი იშრომა ტელევიზია. ნამდვილად. ხო, ხო, მით უმეტეს აი იმ პირობებში ტელევიზია მუშაობს, ყოველ შემთხვევაში ამხელა ესეთი მეგა შოუ ეთერში კონდეს, საკმაოდ რთულია ეს ყველა მაგათ იცის, ვინც აქ არის და მე ვფიქრობ რომ საკმაოდ ყველაფერი ამის ფონზე, მე მგონი არც არაფერი არ ეტყობოდა ეთერს, რომ არც არაფერი ასე ვარ. სამლარად გაკეთებულს არ ეტყობოდა. აი გამოსვლის წინ კი მითხრა ვიღაც ოპერატორმა დამიძახა, მან დადგე ჩდილი გვიშლისო. ხო. რაღაცა ზეფარებოდა ეტყობა რა ვიცი. კი. დამღლელია ხო ჟიური ესე? კი, ძალიან. ძალიან ამღლელია, იმიტომ რომ დიდი პასუხისგებლობაა და მე უდგები ძალიან პასუხისგებლობით, იმიტომ რომ საქართველოში ხო აი მაგალითად აი ძალიან მარტივი რაღაცაა რა, დავაკვირდი ხა რომ აი ბევრი ადამიანი ხო ხატავს. ხო, ხატავს. და აი Facebook-ზე დებენ მის ნახატებს.
ხო? რაღაც პეიზაჟ დახატოს. აი თუ გინდა დააკვირდით, არავინ ქვემოთ არ უწერს, რომ ეს ან არის, ან ჭრილი სხვაგან დაგეხატა, ან მონახაზი რა სხვანაირ, აი კრიტიკა, ყველა ეუბნება რომ რა კარგია, დედა რა სილამაზეა, გამახსენდა ბურისა, ბავშვობა ის, მაგრამ სიმღერა თუ დადე რაღაცა, იქ ხდება ყველა უკვე ისეთია რა, აი შეფასებებია, იქ რო ის არ ბგერა არ უნდა აგეღო, იქ რაღაცა ეს არ უნდა ყველა რომ მომღერალია, ხო? ხო, აი იმიტომ რომ ესეთი ქვეყანა ვართ, ამ ქვეყანაში და რატომ მოვყევი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მეტი პასუხისმგებლობა გაქვს შეფასებაში. მე ხოთაშორის ბევრი ადამიანი წერს ხოლმე რომ აი აქ დაგეთანხმე ამ შეფასებაში. აქ არ დაგეთანხმებოდი, აი რაღაც გარჩევები მიდის ხოლმე მე რა. პროფესიონალურ დონეზე. ხო, ანუ ყველას არა და მართლა ესეა ეს მუსიკალური ერი ვართ და სიმღერა ყველას ესმის რა. ვერ მოატყუებ რა ვერავის ახლა რანაირად შეიძლება რომ მაგალითად კახელების უმეუნებია ხოლმე, კაცო, კახეს დატო ჩაგრავ, ვეუნები კაცო, კი არ ჩაგრავ. ვერ მღერის ახლა, გინა დაჩაგრე და გინა არ დაჩაგრე ახლა. რანაირად შეიძლება ახლა მე. ხო და არაო შენო ისო როგორ რაღაცა, მაგრამ აი ეს არის ზუსტად ვერ გამოაპარე, ხო ვერ მოატყუებ რომ კარგად მღერის ადამიანს. ამიტომ პასუხისმგებლობა და ვიღლები ამ პასუხისმგებლობით ემოციურად ვიღლები. აი მართლა რომ თავდება ეთერი, აი ძალიან დაღლილი ვარ რა ემოციურად. ამ კაცის ხარ, მეგონი ხო, აი ამ ბოლოდეს ყველაზე მაგრად რაც შემაქეს მითხრეს რომ შემაქეს კი გაბლანძღეს მითხრეს რომ შენ რომ გაბუნიაზე უარესი ყოფილიყარ. აი და როგორი შეფასებისა რომ აი გალანძღვა იყო იქ რომ შენ გაბუნიაზე უარესო შენა. ხო, კი. ახლა ბულბულს რო გეძახიან ახლა ეს. ამდენად ქსიამუნებს. ბულბული, თავარი ბულბული, ქვეყნის ბულბული. აი, ხმა მართლა ბულბული ვითა გაქვს. ზოგადად მართლა იცი როგორ რაღაცაა, ეპითეტები ცოტა მეშინია, იცი? იმიტომ რომ აი რაღაცნაირად მე რაღაც მოაყახეთში ჩავდივარდი ვიღაც მეფერება, აი ჩვენი მსუქანი ბულბული და რაღაცები მოაყახე. მსუქანი ბულბული. კახეთში ხო იცი როგორ რაღაც აი რაღაცები მასაქნეს რა და ზოგადად ეხა ნუ არ მიყვარს ეს ეპითეტები, იმიტომ რომ ისა რა ქვია, რაღაც ვიღაცა შეიძლება თვალი დაგადგას მე რა ვიცი, რაღაც ჯობია რომ ცუდი მითხან რა, იმიტომ შევეცოდები მაინც ვიღაც. კაის რო გეუბნებიან ცუდია. ხო, ცუდია, ხო რა თქმა უნდა. მე რა ეგ ბულბული კარა ყვავია და რაღაცებს იმაშვებია რა ქვია, ასე რომ მაგრამ იცი რა რთული იქნება შენი აი მაგალითად სუფრაზე ყოფნა შენთვის ახლა, იმიტომ რომ სულ მაგალითად გიქებენ, ხო, რეპერტუარი. და ეს ძალიან მაგარი არის, ხო, რეპერტუარს მიქებენ კი არა, ზოგადად ხო გაქებენ რა, ახლა რაღაც აი რო აღმოჩნდება ესეთ ეროვნულ არის ხო ფსევდოეროვნული ესე ვთქვათ განწყობების, ხო, რაღაც აი მაგალითად მხოლოდ სადღეგრძელოებში რომ გამოიხატება ეროვნულობა, მაგრამ იმის იქით რომ ეროვნულობის არაფერი არ არის, ხო, მაგალითად. ხო, ეგ არის კი. მე რომ მეილს ჩაგაწერი და მეილ რუთი რომ თავდება მაგალითად, ხო? სხვა ბევრი რაღაცა რუსთან დაკავშირებული, ხო? ხო, მეილ ru. ხო, რა. ოდნოკლასნიკებში მოგზებნი. ხო, მე მოგზებნი. ერთ-ერთ ბოლო პირველი ის იყო, რა ქვია, კარგი ფაქტია ძალიან, აი მე თვითონ ფათაშორის თქვი რომ ეს უნდა თუ კიდე მომიწევს თქო ის რა ქვია, ვანო ჯავახში იქ უნდა მოვყვეთ, მაგრამ და მომიწონა პირველი მხოლოდ ქართული რო დამთავრდა, იქ იყო მულტფილმების ტური მოკლედ რა და კიდე ბევრი სხვადასხვა ტური იყო მოკლედ და რაღაცები ვიმღერეთ ჩვენ ჟიურის ეხა ხო ვიმღერე ზამთარი, მაგრამ ეხა ადგა ერთი კაცი დამთავრდა ეს ისა რა ქვია, მხოლოდ ქართულის პირველი სეზონი და რაღაც სუფრასთან მოხვდი თამადა ადგა ეს კაცი და ნუ ადღეგრძელებს რომ აუმარჯოს ბატონ გიორგის დიდ ქართველს ეროვნული საქმეების მკეთებელს რაღაცა დიდი მომღერალი ჩვენი ბულბული მე ბატონო გიორგი წამოდგ გამე თქვენი წუნა და წრუწუნა რომ მოსვენილი მას წუნა და არა არ მოგიდგინე რა ჩაკრულო რამღერი მაქვს მილიარდჯერ ავაჟამიერი წინწყარო გამთარი დაიგვიანეს და რაღაც წუწუნაზე მომისმინა ამ კაცს და იგი კი რა ბაჩაჩესა ხალიფილია თუ რაღაცა ჰარალი არალალო და ეგ აქ მოეწონა მარტივი მუსიკაა აბე ალავერც რო გადავიდა ხო წარმოგიდგენს როგორ განავრცობდა ჩემი წუნა და წრუწუნას ხე რომ წუნა იყავით იმ მაშინ არაჩვეულებრივი გამოსვლა ქონდათ არაჩვეულებრივად წუნა რო ითამაშა არა აი ხო არის რა რაღაც აკეთებ ცხოვრებაში რაღაც აი ყოდაშორის ესე აქვს რომ სახიობებს სულ ამობეხო მაგათად რომ აი ბევრ ფილმში მაქვს ნათამაშები ვთქვათ ან ბევრი კარგი როლი მაქვს სცენაზე მაგრამ ადამიანებს ახსოვთ რაღაც სერიალში რომ რაღაც პატარა ისმექნება რა ქვია რა და ეს წინ ხომ ეს ზოგადად რატო არ ვახსოვარ ადამიანებს ვთქვათ რაღაცა ისეთი სერიოზული სპექტაკლიდან ან ფილმიდან მაგრამ ადამიანებს ასე მოხსოვებენ აი ჩემი შემთხვევა არის
რომ გადმოვიტანოთ ეს, ანუ ჩემი ნამღერი ჩაკრულო არ ახსოვთ ადამიანებს და ახსოვთ წუნა და წრუწუნა მაგალითად. ხო, წუნა და წრუწუნა. მე რა გინდა, ეგეც ხო კარგია რომ ახსოვთ. არა, კარგია. ხო, წუნა და წრუწუნა. სიცილით ვარ პოპულარული და წუნას პარტიაში ვასრულე ძალიან მაგრა. ორი ძალიან ესეთი ისაა რა ქვია რა. მაგრამ აი ხო დადიხართ მაგალითად ხო ეძებთ მომღერლის რეგიონში. ეხა ნაკლებად ხა აღარ დავდივარ, მაგრამ ხო შემთხვევაში აი რომ დავაკვირდე, დღეს ვიტყვი და 4ჯერ მაქვს შემოვლილი მთელი საქართველო. ფაქტობრივად შეიძლება თქვა რომ აი სოფელი არა მაქვს დატოვებული. ეხა ეს უტრირებულად ვამბობ, მაგრამ ანუ ძალიან ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი. მათ შორის ბევრ ადამიანს ვიცნო, ბევრი სიმღერა მაქვს მოსვენილი და ჩაწერილი და ასე შემდეგ და რავი ძალიან ყველაზე კარგი პერიოდი ჩემ ცხოვრებაში არის მაინც ეს, როდესაც აი ამ ხალხთან მქონია ურთიერთობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს სწავლობ ადამიანებისგან და ძალიან ლაღი და ხალისიანი ხალხია და არ ვიცი ხა მართლა ძვირფასია ჩემი ეს ადამიანები, ასე რომ ხშირად მოგზაურობდი, თავგადასავლებს ბევრი მქონია და ცოტა უცენზუროა, მაგრამ კახეთში იყო ერთი ეგეთი ამბავი, რომ თელავში ვიყავით ჩაწერაზე და მოკლედ ამ ჩაწერის დროს ხო ყველას მაინც ეჩქარება, რომ იქ ჩაწერა კი უნდათ, მაგრამ მე მაინც იქ ეჩქარება ცუფრისკენ რა. ხო და ყველა გეუბნება გითაყმებს, რომ ხო იცი ახლა, ხო იცი, რომ ჩავწერთ, მე ხო იცი, რომ დარჩე. ხო და მოკლედ დავჭი რაღაც თელავში და მოკლედ ამ დროს ერთ-ერთ სოფელში მაინც არ ვიტყვი, იმიტომ რომ ეხლა დაღდი ამბავია და არ ეწყინოთ. ერთ-ერთ სოფელში მოკლედ თუ ჩავსულიყავით, გვევოდებოდნენ მოხუცების, რაღაც 70 წლის გადაცილებულები. ხო, რაღაც ანსამბლი. ხო და დავრეკეთ და ვუთხარით, რომ მოდივართ, უნდა ჩაგწეროთ, სიმღერები ჩავიწეროთ. მოკლედ დაგვაგვიანდა რაღაც 1 საათი. შევედი მოკლედ ამ კლუბში და ჩაბნელებულია ეს კლუბი და ერთი მოხუცი ქალი 80 წელს გადაცილებული და ახლა მოხრილი ესე და გვის რა იმას იატაკს რა. გამარჯობა ბებო, მე გახარებული შევედი ხა იმას დავით რა ქვია. ხო და გამარჯობა ბებო, როგორ ახალ ბებო, რაღაცა კარგად ჩვილო, კარგად. მე ვთქარი, აქ მოხუცები უნდა ყოფილიყვნენ მომღერლები და სად არიან რომ მე ოთახში არიან ხო და წავიდნენო მე მეუნება. როგორ წავიდნენ? მე ვთქარი, რა ჩამოვედი თბილისში და მოდივართ, მოდი ჩავწეროთ სიმღერები. არაო წავიდნენო რა. არაფერი დაიბარეს, ისე წავიდნენ მეთქი. კიო დაიბარესო, კიო. როგორ არ დაიბარესო? რა დაიბარეს? რა დაიბარესო? ეგენი რომ ჩამოვლენ უთხარი წავიდნენ მაგათი დედაც აი ესე სიტყვით ამ ბებომ გადმოცა დანაბარები. რა უნდა მეცქვა? მე ვთქვა, ჩვენი დედა მეცქი. ხო, თქვენი დედა. ყველა სივით აქ მოხვედით. აი ესე გამოვრუდით უკან და კარგად შეგვიკურთხა და წამოვედით. გქონდა გადმოგვცა დანაბარები. კახურად გემრიელად. ამიტომ ძალიან საშიშია დაგვიანება. კი. მე ჩემთან რომ იყავი ერთხელ სტუმრად იყვებოდი იაპონიის ამბებს. ანუ ვიცი რომ ახმეტიდან, ხო, ახმეტიდან პირდაპირ იაპონიაში მოხვდი რა, ან თბილისშიც ვარ ჩამოსულ ხარ, ხო? კი, მაგას ბევრი ისტორიებია. ფოტოშორის თბილისში აეროპორტამდე მოხვედი და მერე წახვედი. კი, იმიტომ რომ აი ყველას გონია ხოლმე რაღაცას უტრირებ, მაგრამ მართლა არ უტრირებ, იმიტომ რომ მაშინ ხო ეხა ტრანსპორტი არ მოძრაობდა ქალაქში, მეტრო იყო, ხო, ძირითადად ტრანსპორტი. რეგიონები ეხა 90-იან წლების დასაწყისს, ხო? და ჩავჯდებოდი იქ კახეთ-ზარკიცის რო ის არის სამგორის მეტროზე და ზედა მხარე, ხო იცი? იქ ჩავსხდებოდით. მე და დედა ავტობუსიდან ჩამოდიოდით და მე ამოდიოდით მარჯანიშვილზე, სადაც მესადინებები იყო და ნუ მარტო ეს მქონდა ნანახი რა, სამგორის მეტროს ეს მხარე და მარჯანიშვილის მოედანი. ნუ მეტი არ ვიცოდი არაფერი, მართლა ესე იყო. ხო და რო წავედი ხო მე ხო ირაკლი ჩოლოყაშვილი ხუმრობდა რომ რაღაცა მოყოდილიც ვამხენთა რომ რაღაცა ოპერის ფოტოებს იქათვალიერებდა ტოკიოში და იმ ფილარმონიაში. თბილისს რო იაპონიაში ათვალიერებდა. ხო და ეგ ისტორია და ძალიან მაგარი რაღაც არის კიდე რომ მოკლედ ეხა წარმოვიდგინეთ 90-იანი წლებია რა, აი საქართველოში რა ხდებოდა ხო წარმოვიდგინეთ არა შუქი არაფერი. ძველი ჯაბახანა აეროპორტი, ნუ რაღაცა სასწაული რაღაც ძველი ავტობუსით მიგვიყვანეს ამ თვითფრინავზე ჩავფრინდით რაღაც მე გადავფრინდით, ნუ აი ხო წარმოგიგინეს და ჩავედი ტოკიოში. აი რა დისნეილენდებით და რაღაცეებით აკეთე წარმოვიდგინე და ბავშვი ვარ რა. და ბიჭო ჩავედით და კარები გაიღო თვითონ. არ მოვიდგინე, აი ჩვეულებრივი შოკი იყო, მართლა გეუნები რა, აი შევედით, ბიჭო, გავედით, გაიღო კარი. შემოვედით, გაიღო. ეხლა დავფიქრდით ერთი სამი ბიჭი ვიყავით, რომ ხო არავინ დგას და ღილაკზე ხო არა აქ რაღაცა და იგი. მოხედავთ, კაპ გააღებს, ვიღაც მუშაობს გვეგონა მაგაზე. რომელი წელია? 91 წელია რა. ხო, 91. ხო 12 ეს დაახლოებით. ხო და
მოკეთ ნუ რა გადავირიეთ, აღმოაჩინეთ, არავინ არ არის აბსოლუტურად რა, იქა და მოკეთ იმ საღამოს გავდიოდ და გამოდიოდით. არ იყო საჭირო, მაგრამ გავდიოდით და გამოდიოდით. მე რასთავარია ხვებაც რო ეს დაინახეთ, ხვებით შემოგვიერთდნენ. ერთად გავდიოდით და გამოდიოდით. ცალ-ცალკე. მე საღამო იყო რაღაც მოსაღამოდა და ეს კარი აი რო გაიღო და გაჩერდა რა. ანუ ბოლომდე აღარ გაიღო რა. გაჩერდა რა. გაჩერდა, ნუ რა გაფუჭდა რა ვიცი ხა. იაპონელები ხედავ შენ აი. რა გააკეთეს. ზერენა რა გაფუჭდა. ჩვენ ეგეთ დღეში ვარ და საღამოს რაღაცა პერიოდის მერე გავიდა, რაღაც ხელოსნები მოვიდნენ, რაღაცებს უშიშკინე, რაღაცა იაპონურად ლაპარაკობენ რაღაცებს და მე ერთი ქართველი თარჯიმანი იყო ერთი ბიჭი, რომელიც მოვიდა ის და მოგეთ ეს უფროსი მოვიდა და ახლა გვეუბნება რაღაცას რა მოხდა რა, ხო გვინდა რომ გავიგოთ ახლა და ჩვენ გონია რომ რაღაცას გვეტყვის რა, რომ არ რაღაცა დენი რაღაცა აქ. იცითო, რაც ჩვენი სასტუმრო არსებობსო, ეს კარი ამდენჯერ არ გაღებულა და არ დაკეტილა. და უბრალოდო არაფერი დიდი ექსპლუატაციის ვადა ამოწურა თავისი რესურსი ამოწურა გარბაო დაკეტვა გაღების რესურსი ამოწურა და გადავწვით ერთ საღამოს რაღაცა რომ უნდა გამოეცოლა 5 წლის შემდეგ იმავე საღამოს ავამთავრეთ ამოწურეთ ექსპლუატაცია მოუღეთ ბოლო იმ ბოლოც აუ მაგარია მაგავე სასტუმროში იყო ხათაშური ძალიან მაგარი რაღაცა ხო იყო იმ დროს 90-იანებში რომ საქართველოს უნდა რაღაცები გაქონათ ხო იცი დრელი და რაღაც ჩაქუჩი და რაღაც ყელტუჩა თუ რაღაცას ვეძახე თურქეთში რომ მქონდა და იქიდან რომ ბოტასები რომ მოქონათ და რაღაც ზედები და რაღაცა მეტალს სვიდნენ 60-ში თუ რაღაცაში რა და იაპონიაში შემიდიო და ეჩემ თქო ეხა რაღაცა ფეხსაცმელი რაღაცა მაშინ ახმეტაში ეხა ფეხსაცმელი შევებოდა და მოდიო ვიღაცას რაღაცას გავატანო სახელდანო და ჩამოვატანო ჩემთვის ბოტასიო ერთიო რა და წამოვიღეთ და ჩამომიტანეს ეს ბოტასი და მოგეთ ტოკიოში წავედი ამ ახალი ბოტასებით რა რაღაც იმაში რა ქვია ხერხში გადასვლილი ბოტასით წავედი გადასული ბოტასი წავედი ტოკიოში. ეკაი. ხო და? აი ძალიან მაგარი იყო რომ აი თქო არ სიარულისგან იმის გაი წავედით იმაში რაღაცა თითი ამომეჩურით აწინ რა. ხო, შესაბამისად ხარისხიანი იყო ის ბოტა. ძალიან და. ის რაღაცა ზამში ქონდა წინადადში და თვითი ამომეყო იქიდან. რა თქმა უნდა მეორე ფეხსაცმელიც ქონდა ბუნებრივია და გავიყვეთ რომ ეს ფეხსაცმელი დამეტოვებინა სასტუმროში. გადავედით მეორე ქალაქში. შევედი რეცეპშენში, თქვენ რაღაცა დაგჭათ წინა სასტუმროშიო და ეს ბოტასი. მადლობა, არიგატო ვეუნები რაღაც იაპონურად. დავტოვე ისევ. მოგზაურობ ქალაქში. წავედი მესამე სასტუმროში. მივედი და ბოტასი დაგჭათ. წინა სასტუმროში. ბოტასი დააქვთ ხო შეს? აი გეფიცები ყველაფერს ის ბოტასი ჩამოვიტანი უკან, იმიტომ რომ ვერ დამრჩა ვერსად. კი ვერ დამრჩა რა, ანუ მინდოდა დამტოვო, არ დამიტოვეს. სადაც ვიდეოდი ყველგან ბოტასი ხდებოდა. აბა წაიღე, დაგჭათ, იბძანდით რაღაცა და აეროპორტში ჩემი ხერხში გასვილი ბოტასები ასევე კვლავ უკან ჩამოვიტანე თითამოჩვრეტილი. აი ესეთი მოხდა. კაია, დაგით. იაპონია ეგრე მოვიდა. სუვენირები ჩამოქონდათ ალბათ, ბევრი ხმაში პაპატანები იქნებოდა. ხო, ძალიან მაგარი იყო ერთი ფაქტი, რომ იაპონიიდან ჩამოვიტანე კოკა-კოლა რა. და მაშინ საქართველოს კოკა-კოლა არ იყო. ხო. რაღაცა იყო, რაღაცა მაშინ აბაზანაში რო ლიმონადებს ასხავენ თუ რაღაცა ხო იცი წერად რო აკვრია ეს რაღაც ის ეტიკეტი და წერად აკვრია ჟანგიანი ის რო ყოდა სახურავი ხო იყო ეგ ჩამოვიტანე კოკა-კოლა თან ქილის მაგას ღარი აქვს რაღაცა ზემოდან ხო იცი და ერთი წელი წამოვიღე რა მივედი სკოლაში მეორე დღეს იაპონიდან რომ ჩამოვედი და აი ყველა ხო მე ვარ ხა იაპონიდან წამოვიდე ბიჭო წარმოვიდგინე 92 წელს მივდივარ სკოლაში სადაც აი ისა რა ქვია არა გათბობა არა შუქი არა შუშა ფეჭი ღუმელი ისა რა ქვია შეშამოვიტანე სახლიდან გვეუბნებენ და უცბად მე ჩამოვედი ტოკიოდან აბა ბიჭო და მოვიტანე კოკა-კოლა ხო
და ესე რომ გავხსენი კოკა-კოლა იქ იყო დაწვას უყოლა. ამ ცზე დაწვა, აი თელი კლასი რა, ეს იყო კიდე ქენიო, მაგრამ რაღაც იზავდი. მეორე ფეხა. აუ ერთხელაცო რაც ურატურა. ცულად ერთხელაცო, მაგრამ ვერა. რა მაგა. ხოდა მოკლედ დალია სულ და მოვიდა ბოლოში ხა და ბოლოში აღარ არის. და შევატყო რომ ღარში დარჩა. ზემოდა. დარჩა ორი კაცი დარჩა და ღარშია ყოყო. წარმოიდგინე ეს ორ კაცი ახლა თვალი აქვს ამ ღარზე, გაიგე რომ აი აქედა რაღაცა დაირათ უნდა ამოწრუპოს ეს ყოყოლო რომ გემო მაინც გაიგოს. გაიგე. ეხლა ჩემი შვილი ყოველდღეს ვას ყოყოლას მომიდა. ჩვენ მაშინ და ღარს დაძდევდა ხალხი რომ იქ გამოეცემა. მოდი ოჯახზე მომიყევი. პაპაზე და ბაბოზე. ხო? პაპა და არც ერთი აღარ მყავს სამწუხაროდ და მართლა ისეთი აი სათითაოდ ყველა იყო რაღაცნაირი გმირი რა. ეხლა კახეთში გაზრდილ დაბადებული ვარ და პაპა ჩემი იორდანე რომელიც ბეჩემის მამა რომელიც ნუ ფანტასტიკური იუმორით სავსე კაცი იყო, ნუ არ ვიცი ხა იმასთან გავიზარდა. ისე აი ისეთი იუმორის ყორი ხა ვერ მოგიყვები რაღაცას, იმიტომ რომ აი თვითონ თუ არ აი რაღაცნაირი ცოტა რთული იყო რა, აი ყოველ წუთას რაღაცა ისეთ ამბობდა რომ აი რაღაცა უნდა ძალიან რთულია აი ხა ის გადმოცემა რა. მეორე მხარეს ყავდა კიდე მამაჩემის დედა სონა ბასილაშვილი. ნუ რომელიც იყო აი ცალკე კომედია ხალი იყო რა, რომელიც იყო გამოთხოვილი ახმეტაში. სოფელი გულგულა არის ესეთი თელავში და იქიდან იყო გამოთხოვილი იყო მე-18 შვილი. მე-18? მე-18 შვილი იყო თავისი. თავისი 18 შვილი ყავდათ, კიდე ყავდათ. 18 შვილი ყავდათ. და რაღაცა რო იყო ხო მე-პატეჭებოდნენ ოჯახით 20 კაცი მიდიოდა და მოროს აღარ უბრალოდ ვიკრიბები ხოლმე. ბავშვები ოჯახებოდნენ 20 კაცი რომ მოდის, წარმოიდგინეთ უფრას და 20 კაცი სულ ის არის. 20 ხო 18 და მშობლები კიდე. მოკლედ ეს მაგარი იუმორით სავს თან აი ესეთი კალი იყო, ძალიან ჭკვიანი იყო, მაგრამ მე-18 რო იყო რაღაცა განათლება ვერ მისცეს გამიგე და ეხა არ იცოდა არც წერა, არც კითხვა, მაგრამ ისეთი იყო ძალიან რა. მოკლედ პაპაჩემი რო გარდაიცვალა არჩილა რაღაც პერიოდის მერე მოვიდნენ ჩვენი მეზობლის კაცები რა. ხო. სონა ძალო, გამარჯობაო. რაღაცა უწუხელო არჩილა ვნახეთო სიზმარშიო რა. აბა რა ხტ რა, და დააწყვიტა ყურები რომ ერთიო აი სონას მოხეული ხინკალი მაჭამაო ერთიო და ერთი 9 ლიტრი არა ჭაჭაც დამაყოლებინა ერთი სონასიო რა. არჩილა იძახა. არჩილამ დაგვაბარაო შენთანო. ნახეთო და მოუყვნენ ბებიაჩებს. ხო. აუ, ბებიაჩემა და სული თხოვლოს. გაუშალა ამა ცუფრა ხინკალის მუხვია, არაყი და გამააძღო, გოგოთ კახურად სიტყვიან. ხო და აი ეგრე სიმღერით წავიდნენ, არჩილა ვიღას ახსოვდა იქიდან და ესე ხომ ერთი ორჯერ კიდე მოვიდნენ ესენი რა. და ეხა კიდე მოვიდნენ, ერთი მესამე მოსვლა არის თუ რაღაცა და კიდევ ნახეთო არჩილაო. ხო. არჩილა ნახეთო კიდევ და თქვა ესო რომ ეგეთი ხინკალი ჯერ არ მოუხვია ციცოცხლეშიცო. სონასო. ჩემს ციცოცხლეშიც კი არ მოუხვევიაო ეგეთი ხინკალიო. იქნებო გამეოროსო. ხო და ეს მიხვდა რომ აფერისტები არიან, გაიგე შენ. მეც ავნახეო წუხელო სიზმარში ვარჩილაო რა. ხო და რა ვარ. არო აი მაგად გადაეციო შენთან რომ მოვლენო. რომ მეც ვისწავლე ხინკლის მოხვევაო. ჭაჭაც მაქვს და შენთან რაც მოდე ჩემთან ჩამოვიდნენ. მოვიდნენ მე გაუბას მიწდებიო. შენთან რაღაცა დიანო. მოვიდნენ მე გაუბას. აა, კაია. აი გაგზავნა საიქიო შეგ. ესე იგი გიორგი. ესე იგი სულ კახეთიდან ყავს ნათესავები თუ კი, ნახე, კახეთიდან მყავს ძირითადად ნათესავები, ხა ჩემი მეუღლის ნათესავები არიან ქუთაისიდან. ხათაშორის განსაკუთრებული კაცია ბაბუა, ჩემი მეუღლის, გოგი კუპატაძე, მინდა რომ მოვიკითხო ეხა ეკრანი, ვიცი რომ სუმთავ არახს უყურებს და შენ ძალიან უყარხარ და. მადლობ, მოგიკითხო. გრიგორიჩ, გამარჯობა. იმ დღეს ჩამოვიდეთ პირის ძალიან აწყენი იყო, შეურაცხყოფა მომაყენესო და რატომ მეთქი მეუთხარ და სუფრასთან ვიყავიო და
97 წლისაა რა და ვიღაცა მითხრა რომ გოგი ბიძია 100 წელი გეცოცხლოთო და არ მომკრა 3 წელიწადში აფათო მაგარია დაუმთავრა გოგი ბიძია არ მომკრა 3 წელიწადში აფათო ძალიან მაგარია ესე იგი, არაჩვეულებრივი საღამო გამოგვივიდა, გიორგი, რისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, მართლაც არაჩვეულებრივი იუმორი გაქვს. იმ სიმღერით გამაცილეთ რა. ოღონდ სწრაფი ვერსიით. სიმღერით გაყვავს, გიორგი გაყვავს მაგ სიმღერით. არა, ოღონდ სწრაფი ვერსიით. სწრაფი ვერსიით, აბა დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო გიორგი უსინიშვილი.